ეს გველების კუნძულია. ადგილი, სადაც 160-ზე მეტი სახეობის გველი ბინადრობს, საიდანაც 24 სახეობა შხამიანი და ძალიან სახიფათოა. Look, it's spitting the venom. ეს არის სამეფო კობრა. ერთი ნაკბენი და მკვდარი ხარ. შემდეგი 2 დღის განმავლობაში ჩვენ აქ ინდონეზიის ჯუნგლებში ვიქნებით. ფეხი მეფლობა იმენა. I got it, guys. What? აქ რომ ცოცხლები გადავრჩეთ, ამაში დიაზი დაგვეხმარება. დიაზი გველების ექსპერტია და კარგად იცნობს აქაურობას. We will die or we will survive. 50-50. და შეგახსენებთ, მეგობრებო, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასლა. მოგესალმებით, მეგობრებო, მე და გიგი ვიმყოფებით ინდონეზიაში და ვაპირებთ დღეს გადავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ვიდეო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კუნძულ ბორნეოზე და სანამ დავიწყებთ ჩვენს მოგზაურობას, მოგიყვებით უცებ როგორ ჩამოვედით აქ. აქ მოსახვედრად 3 ფრენა დაგვჭირდა. თბილისიდან ჩავფრინდით სტამბულში, სტამბულიდან ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში და ჯაკარტადან კუნძულ ბორნეოზე, ქალაქ პანგკალამბუნში ჩამოვედით. აეროპორტში დავხვდა ჩვენი გიდი დიაზი. Welcome to Borneo. Thank you. George. Nice Or you to can meet call me Gigi. Gigi. Today we're gonna have some party in the middle of the forest, guys. Exactly, we party now. აეროპორტიდან წავედით სასტუმროში და გზაში ჩვენს ხვალინდელ მოგზაურობაზე კითხვებს უსვამდით დიას. What kind of food do you eat? Like Fish. fish? Frog also. Come on. Let's eat frog. We will eat everything that we catch. Maybe snakes too. Oh, snakes We can good. eat snakes. We can actually, Come on. but again, we are snake love. მეორე დღეს ისევ მოგვაკითხა დიაზმა სასტუმროში და ნავსადგურისკენ გავემართეთ, საიდანაც ნავით ჯუნგლებისკენ ავიღებდით გესს. მოკლედ. ეხლა ჩვენ ნავი გველოდება აქ, მეგობრებო. და ნავით დაახლოებით 2 საათი მე ამიტომ თავში ვურთხავ. ნავით 2 საათი დაგჭირდება რომ მივიდეთ ჯუნგლების სიღრმეებისკენ. და ჩვენი მთავარი სამიზნე რა იქნება, გიგი? რა თქმა უნდა, სამეფო კობრა. წავედით. და რა თქმა უნდა, ასე იდეალურად დაორგანიზებული არ იქნებოდა ეს მოგზაურობა, რომ არა ჩემი ტურისტული კომპანია Around the World, რომელიც თქვენს ნებისმიერ მოგზაურობას 1-2 სასიამოვნოს გახდის. ვირჩურავდით ნავით და ნელ-ნელა ვშორდებოდით ცივილიზაციას. გარემო კი უფრო მეტად სანახაობრივი და სათავგადასავლო ხდებოდა. დაახლოებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გადავუხვიეთ და დიდი მდინარიდან პატარა ვიწრო მდინარეში გადავინაცვლეთ. გადმოვინაცვლეთ სხვა მდინარეში, რომელიც როგორც ხედავთ, საერთოდ სხვა ფერია, ძალიან შავია და ამ მდინარეს ეძახიან ვაკანდას. ვაკანდა რივერ. რა პატარა ბილიკები ამუღამებოა. ანუ პატარა ბილიკები. მდინარე ვაკანდაში, რომელიც სავსეა გველებით და ნიანგებით, კიდევ 1 საათი გვიწევდა ცურვა, სანამ პირველ დანიშნულ პუნქტამდე მივიდოდით. მთელი ეს დრო იდეალური განწყობა იყო ნავში. ამ დროს წარმოდგენაც კი არ გქონდა, რას გვიმზადებდა ჯუნგლები. ბორნეო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ველური და მრავალფეროვანი კუნძულია. აქ ტროპიკული ჯუნგლების სიღრმეში 160 სახეობის გველი ბინადრობს. სწორედ ბორნეოა ის ადგილი, სადაც შესაძლოა შეხვდეთ უზარმაზარ ბადისებრ პითონს, რომელიც 7 მეტრამდე იზრდება, ან მსოფლიოში ყველაზე გრძელ შხამიან გველს, მომაკვდინებელ სამეფო კობრას. ბორნეოს ტყეებში ასევე ბინადრობენ მრავალფეროვანი ხის გველები, რომლებიც თითქმის შეუმჩნევლად იმალებიან ფოთლებში. ეს კუნძული გველების სამოთხედ ითვლება. ისინი აქ ყველგან არიან, წყალში, ხეებზე, მიწაზე, ასე რომ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მათთან შეხვედრა. Later tonight, you need to catch your own snake, okay? Okay. Have you ever get bitten by a snake before? No. No. So tonight, maybe This time? this time. Which one is the most dangerous snake here? The most who kill many people already is King Cobra.
We also have them too over here. Cobra. Okay. Hopefully on this journey, we found them. Really? Hopefully on this journey. You have King you're cobra bitten to you how many times? Serious one is just 3. And So, what happened? I go to the hospital. I got the last bite. I got coma for like 18 hours. 18 hours. And yeah, I meet Michael Jackson. Yeah, say hi to him, and then coming back to the world. The last one that I got bit, I'm moving a lot. That is why the venom spread out fast. I have a friend who also, play with the snake. Also, he got bit when he's rescued the snake. He only can survive for like about 45 minutes, something like that. And he died on the way to go to the hospital. We don't have the specific anti-venom for the king cobra. And you're planning to catch again the snake? On this trip. Yes. Special. For us. No, it's okay. I got bitten 3 times already, so now maybe I'm immortal. კაცმა მოუკვდე კინაღამო და ჩვენ გადავრჩებით. ო არა. ქართველი იუთუბერები. იცი რა ქენი? ყველაზე ნაღდია კამერა დაიჭი. კამერამენი არ რომ კვეს დაიგრევე რომ ვიჭერმე მე არა. დავიჭირო სამეფო კობრა. რაც არის. რაც მოხდება. Jump it. საიდმა უცხოვრება. ბატონ თავარი არის რომ ეს არ არის ჩვეულებები ტურისტული მარშრუტი. ჩვენ სადაც მივდივართ აქ არ დადიან ტურისტები. სანამ ხმელეთზე გადავალთ იქამდე გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი. ავიდეთ 9 მილიონ გამომწერამდე. რომ კიდევ უფრო სიგიჟე ვიდეოები შემოგთავაზოთ. სად მოვედით? სადავაში. We will start to walk now. Where is my machete? მოკლედ იმ ტყეში უნდა გავიდეთ და ნავით ვეღარ ვაგრძელებთ სიარულს ფიზიკურად, ამიტომ მოგვიწევს გადავიდეთ ფეხით. Okay, opa. Oh, მედი ამასასო. Იზია, ძმაო. Wait, my friend. Where are you going without me? Give me machete. მაიკა ჩაიციო, თორე ანუ გაგეჭრება ყველაფერიო და. Wait, don't leave me alone. Bro, if I find snake, what should I do? Grab it. ხმელეთამდე არც თუ ისე პატარა მანძილი იყო გასავლელი. ყველაფერს კი ისართულებდა რომ აქაურობა გველებით იყო სავსე. What? If you see some snakes, just let me know. I feel like I will die today. Oh fuck. მე დრონი აუშვი, ხადა უნდა დავეწიო ამათ. ამიტომ მარტო მომიწევს. აი აქ ჩასვლა. მედია გველი არ შემხვდება. სიგიჟეა. სოსო ცოცხალი ხარ სოსო. თუ თავარი ეგა. დადებითი მხარე ის აქ რომ ნიანგი მაინც არ შეხვდება. ხო, აქ ვერა. სულ ცოტა. რაღაცა პლუსები უნდა ვეძებოთ. It's something? What? You want help? Oime, ხო არ გადაო. ამაშე. Oime. სანდუჭირო შეხი. Let me looking for the head, okay? Okay. Really strong, right? It's really strong. It's very strong, bro. You catch head? Catch the head. Oh, დაიჭირა. Wow. ამა შეხედე ბიჭო, it's piton? Piton. Oh, რამხელა. პირველი გველი რომელიც დავიჭირეთ. So better for you to close like this. To close the machine. Yeah. დარწმუნებული ხარ? Okay. დარწმუნებული არა. Fuck. Oime. Just like that. Nice.
ფაიმე. გამოიწერეთ. ჩემი არხი. რა გაკეთეს კაცმა? ეს არის პითონი, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ჯერ კიდევ წინ არის. სამეფო კობრა გვყავს დასაჭერი, რომელიც გაცილებით საშიშია ვიდრე ეს პითონი. იგი სათხარით მამო. იყოს შეჭემა ესეც საკვარისი. How many meters is this? About 3 maybe or 4. I think it's 4. It's 4? 4 meters, yes. 4 არაფერია. ხელზე გიჭერს. ბიჭო, მაგარი ის არის. ძალიან ძლიერია, ნახე. ესე არ ხეინად, იზით რატომ ვარ ამ ხელა გველთან? იმიტომ რომ ჩემს მოგზაურობას აზღვევს PSP დაზღვევა, მეგობრებო. და თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი მოგზაურობა უკვე ონლაინ. სულ რაღაც რამდენიმე წუთის ამბავია. და თუ კი დააზღვევთ თქვენს მოგზაურობას PSP დაზღვევაში მიიღებთ ძალიან კარგ საჩუქრებს. და ამასობაში it's so strong bro. ეს უკვე მაგრად მიჭერს ამასობაში. აუ რა ძლიერია. მომაშორეთ. ეს ბადისებრი პითონია, რომელიც 7 მეტრამდე იზრდება. იგი აზიაში, ტროპიკულ ტყეებსა და ჭაობებში ბინადრობს. ეს გველი შხამიანი არ არის, თუმცა იმდენად ძლიერია სხეულით მსხვერპლის გაგვიდვა შეუძლია. ვერ შევდგავდი ბიჭო მარტო. უშვებთ პითონს მეგობრებო. თავის. მე წავ. One last kiss, bro. One last kiss. I don't want bro, I don't want. Bye. Abay. Woo! It was crazy. In Cobra's ბებნაში აგერ გადავაწყდით პითონს. ამის შემდეგ გადავედით ხმელეთზე და ტყეებში რამდენიმე საათი გავატარეთ სამეფო კობრის ძიებაში. ეს დაამყრომერო არა. შველი დადის ინგლისში. აგარი კაცი. აქ რა დაეცე, შეიძლება ძალიან ცუდად დაამთავრა. ახაცა მომეტო. სამეფო კობრა ვერა, მაგრამ გზად კიდევ ერთი ამჯერად შედარებით პატარა ზომის პითონი შეხვდა. ხოდა. Come closer, come closer. ელაგი. Bro, I'm ელაგი. Oh, it's coming here. Oh! There is not venomous. Right? Oh my god. What fish is this? Python? But it's not so big. Oh. მოკლედ ეს პითონია, რომელიც კისერზე ყავდა შემოხვეული, ბევრად დიდი, ამიტომ დიდად შიში აღარ მაქვს რა. What think your family about this? Your job? Yeah, definitely they're worried, They're worried. but they already give up with me, bro. They know it's my passion. So what they do right now, they just can pray and support me. It's a lovely job, bro. I live in my dream. Life without dangerous thing, it's boring. We only live once, so ცოლი და ერთი შვილი ყავს 3 წლის ბიჭი. ყოველდღე ესეთ ამბებშია რა, სულ ჯუნგლებშია, სულ ესეთ თავგადასავლებშია და ძალიან ნერვიულობენ რა თქმა უნდა ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არის ამის ცხოვრება და ამით არის ბედნიერი აი ამ საქმიანობით რაც აკეთებს. we have to release this back because Yeah, sure. again, this is their home. Yeah. So Sorry for that. sorry for that, buddy. I'm sorry. We are. რო ვერ უშვებს რა კაცი. Help me, bro. You don't want to go, right? Yes, he don't want. He really love me. Goodbye, bro. Goodbye. Goodbye. პითონის გაშვებიდან რამდენიმე წუთიც არ იყო გასული მეორე გველი გამოჩნდა. ამჯერად შავი ფერის კობრა. იგი. შაუ. This is a spitting cobra. Where is the camera? მია კამერა მია. Oh, ეს მაგარია პასტი. It's not king, right? It's not king. Oh, look, it's spitting the venom. გველის სამსახეობა შხამის როლა 2 მეტრის მანძილზე შეუძლია. See? Spitting the venom. როდესაც საფრთხეს გზნობს, შხამს თვალებისკენ უმიზნებს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში კი შხამი ძლიერ ტკივილებს და დროებით სიბრმავეს იწვევს. Okay, bro. Okay. This is too dangerous. This is too dangerous. Let it go. ეს რა არის? შხამი. შხამი. ეს არის შხამი. შეასხა ამ წამს კობრა. He's on that trail, so we go to this trail, okay? Okay. აუ, ისია. მიდი დავაიზო. Let's go. იმედია ჩვენი გაქცეული პატარა კობრა სადმე არ შეგვეფეთება. კიდევ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ უკვე გვაღამდებოდა და ჩვენი მისია გვეპოვა სამეფო კობრა ჯერ კიდევ შეუსრულებელი იყო. ამიტომ დიაზმა გადაწყვიტა ნავზე დავბრუნებულიყავით და ხვალისთვის გაგვეგზელებინა ძებნა.
ამასობაში შემოგვაღამდა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა მეგობრებო, რომ აი რას გადაეკიდნენ ეს ქართველი იუთუბერები ამ გველებს. ანუ ძალიან ისეთი კითხვაა რა. ლოგიკურია. თუმცა მე და გიგიმ ეს მოგზაურობა დავგეგმეთ სადღაც 2 თვის წინ. და მე კიდე ალბათ 3 თვის წინ მქონდა გეგმაში, რომ ეს ყველაფერი გადამეღო. და მაშინ არც ვიცოდი კაკო და ჯობავა თუ წავიდოდნენ ამაზონების გადასაღებად. ხო და მაგითო ესე გამოვიდა რა, რომ რატომღაც ყველა იუთუბერი გველებს დავსდევთ. არ გავაუქმე მაინც ეს ტრიპი, მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდები დაიჭირეს იქ ბიჭებმა ამაზონის ჯუნგლებში. სამაგიეროდ ჩვენ სამეფო კობრას დავსდევთ და არა ანაკონდას. რაღაცა განსხვავებული ვიდეო მაინც გამოდის. რა სიტყვი გიგი ძმაო? მაგ ეთახვები 1000% ყველაფერში რას თქვი ძმაო. შემოგელი. გიგის მაგერაცია. ენერგია თუ არ ქონდა. ხო და გადაობა ის არის, რომ გიდმა შემოგთავაზა რა, თუ გინდა იჩეთერეთო ბიჭებო და საჭმელი წამოვიღოთო და ჩვენ თქვით, რომ არა ძმაო ჩვენ. ჩეთერობა არ გვინდაო. რეალურად გვინდა რომ მოვიპოვოთ საკვებიო, ხო და აი ხა ვართ ფშივრები და რას როგორ მოვიპოვებთ? არ ვიცით. დიას, when we start? 30 minutes. 30 წუთში გზა გავაგრძელეთ. დაახლოებით 5 საათი უნდა გვეცურა, რომ მივსულიყავით დანიშნულების პუნქტში. ადგილზე, სადაც დაბანაკებას ვაპირებდით. როგორც გვითხრა დიაზმა, ძალიან ბევრი გველი ბინადრობს ამ მდინარეში. და რა თქმა უნდა, დიაზი მართალი იყო. ვიცურავდით და ყოველ 5 მეტრში ხედავდით პატარა წყლის გველებს, ხეებსა და ფოთლებზე. Easy. Oh, look, it bite me. Oh, it bite me again. It's not venomous. It's not venomous. Which work it? Oh, bro, he wants to bite me. Yes. Here, bro. Enjoy. მადლობა თავზე არ დამაგდე. Bro. ვახ, ჩემი. მეგობრებო, შემდეგში დავიჭერ. რა ვყილა. მაიცა მე დავიჭერ. მიდი, დავაი. საკაცი, ეცა. აქ ბევრი რაღაცა. ნახე, რამდენი უჭირავს ბიჭო. It's hard, I think. A little bit. მოკლედ, აი მეგობრებო, არ ვიცი როგორ ჩანს ვიდეოში, მაგრამ ბევრად მარტივია დიდი გველის დაჭერა ხელში, ვიდრე აი ამ პატარების, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და მეუბნება, ეხლა რომ ყველაფერი დავიჭირო ხელში რა. How many there? 4. აუ, არ გადაო. არ აუ, შიგნით არ ჩაგიდო, არ ჩაგიდო შიგნით. შიგნით არ ჩაგიდო. One for. Look. ყმეს. Oh. რა გადაო. ყმეს, ეს პატარა ნახე. Okay. Another one? Yes. Give me. Okay, got this. პრობლემა არ არის. Here. ანუ რა პრობლემაა? ხო არ გადაო. ბარა ბიჭო, ეს რაღაც ფერადია, შეჩემ. მოკლედ მეგობრებო, იკბინებიან, მაგრამ ტკივნეული დიდად არ არის. ამის შემდეგ გიგი მას გადაწყვიტა წყლის გველებთან დამეგობრება. და ამით ვფიქრობ, საბოლოოდ დაძლია გველების ფობია, რომელიც ამ მოგზაურობამდე ჰქონდა. It's okay. დაიგიდე. დაგმენი. Okay, sure. სად არის? ბიჭო, ანუ გონია რომ კმენე. კმენენეს down. ეგ მეორე გადააგდე. ეს ბიჭო ძალიან კმენს ნახე ამას. მოაშორებინე თავი. ეგ არის. არა, არ პე. აი. აგე. ბაზარია. როგორ ჩაერჭო ძმა? ანუ მივცურავთ და პატარა გველები ცვივა ზემოთ. ხეებზე, ხედან. და პირდაპირ ჩვენ ნავში ვარდება. ყოველი გველი შემოვარდა, ასე ცუდად ხვდები და ვერც ხვდები რომ გადავხტე და აღარ მინდა ამათ. აგერ ძმასე რა ზურგზე დაეცა. ანუ ცუდადაა. ძალიან ბევრი გველია, ამდენი გველი ერთად არ ვიცი. ზოოპარკში არ მინახია მარტო. ყველა არ ეძახიან სნეიკს. აი რაღაცა. ეს საიდან მოხვდა აქ ძმაო, არ ვიცი. დადი ძიგარო, დადი გადა. იყო იცი? ობობებიც ნახე ამ ხელა. სადავართ. მინა. და მე სამის ამოვიღე. Wait. I handle it.
ყოველ 5 წუთში ახალი სტუმარი მყავდა ნავზე და რამდენჯერაც არ უნდა დაგვებრუნებინა წყალში, მცენარეებიდან უფრო მეტი ცვიოდა. აი ესენი ვარდებიან ჩვენ ნავში რა. აი გადააგდე, ჩავარდა. Bro, they are not. ეს ერთი, ხა მეორე. ამდენი გველი ერთად ცხოვრებაში არ მინახავს. ყველა ხეზე გველი ზისმა. ყველა ფოთოლზე. ნახე ბიჭო, ხტებიან ნავში. და ჩემ GoPro-ზე. აიღერა. ოკეი, გადააგდე. აი 1 2 3 გველი ჩამოვარდა რა ნავში და 2 გადავაგდეთ და 1 ვერ უყო. მიდიეთ იმ ჩანთაში არ ჩეთო. დავკეთე ჩანთი. სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან გველი. ეს პატარა გველები არის ძალიან ბევრი. რასაკეთებ ბიჭო? გადახტა. გავხები. დაიჭირა ჩემი. ვაიმე, ჩემი. This is very weird looking snake. How you catch so fast? I don't know. როცა გადაამუღა მე ეგრევე თავი. Oh, გიჟია ძმა. It's not venomous, right? It's not. მე მგონი ვისწავლე გველის დაჭერა. ისე რომ არ მიკვინოს. აი ნახე წინ მიდის. და უშვებ. და მე მეორე ხელს ვაშველებ რა, რომ იცუროს ხელებზე. აყარელი. საყვარლესი შეჩემა. ძალიან საშინელი კანი აქვს რა, ხორკლიანი. გიგი გინდა ძმა? არ მინდა, არა ძმა. შენსკენ მოიწევს. არ მინდა იმან რომ მიკვინა. მოვიდა შენსკენ. It's chill now. Come on. I don't want, bro. It's good. Chill now. You said he was not. Brother, release it. Okay, buddy. Goodbye. Welcome to Wakanda River. გარდა გველებისა ამ კუნძულზე მრავალი სახეობის მაიმუნი ბინადრობს. თავზე დაგვეწა. ხმები გაიგონე? აი. გზად უამრავი მათგანი გვხდებოდა და როგორც ჩანს, დიდად არ სიამოვნებდათ ჩვენი აქ ყოფნა. ვინ ხმებია? ღადავები. იგი რა სიტყვა? შეძრწმული. ახმაი. ხავედი. ბიჭო, ყველა ხმამაში შეძრწუნებული ვარ. ამასობაში გველებით სავსე მდინარეში ყოფნის 4 საათი მიიწურა. და ჩვენ კიდე ფშია, წყურია. არა ვარ ჩვენ ახლა არაფერს დამჭერები აქ. და როდესაც უკვე შეგუებულები ვიყავით რომ საჭმელს საერთოდ ვერ შევჭამდით, ჩვენმა მენავემ თევზაობა გადაწყვიტა. Hop. დაიჭირა? Oh, very nice job. დაიჭირა ძმამ, თან ახე რამ ხელა თევზი დაიჭირა. ოპა, კიდევ ერთი. ამის შემდეგ გადავედით ხმელეთზე, შევარჩიეთ დასაბანაკებელი ადგილი და დავიწყეთ ჰამაკების გაბმა. მგონი შვენიერი. What? ვილი დამეცა. იზი დავგველებს თუ რა ხდება. აქ შეიძლება. ეგარი და გურის დაღლილზე აქ მაგრად ჩამეძინება. მოკლედ ყველაფერს იკეთესთან ერთად თავზე დახტის მაიმუნი. ასე გამოიყურებოდა ჩვენი ბანაკი შუაგულ ჯუნგლებში, სადაც უამრავი გველი და მაიმუნი გვეხვია გარს. ერთი შეხედვით შეიძლება სახიფათოდ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, თუმცა თავს იმაზე ცოცხლად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე. ხანდახან აუცილებელია რომ გახვიდე კომფორტის ზონიდან. და ესეთ გარემოში აღმოჩნდე. მთლად ეხა გველებში არა, მაგრამ ზოგადად კომფორტის ზონიდან გასვლა ასწორებს. ეს დანა მაინც ესე მედება რა, რომ რაღაცა იყოს უცებ მომავალზე. You can make it hammock higher. Why? Big python around here. It's possible to come here? Yeah, definitely. რაღაცა აღარ მინდა აქ დაძინება გიგი და შენ რა სიტყვი? ტრაგზე რო გიხება. ტრაგზე შეხებაში ვიღაც თუ შემოგვეხვია ამაგიანად დაგვახჩობს. დაიზახე რა, ის დანახო გააკ. ცეცხლიც დავანთეთ. ეხლა ცოტა ხანში შევწავთ ჩვენს დაჭერილ თევზს და მე უკვე დავიძინებთ. ესეც ჩვენი თევზი მეგობრებო. ესე იწვება. აი გოცაკშია ყველაფერი როგორი გემრიელია. ბიჭო არა, გემრიელად გამოიყურება. ძალიან კარგია. ორი თევზი მოკლედ ვიმყოფინეთ 4 კაცმა რა. ყბაში გავიდეთ. ეგ არის მეგობრებო, შევწექით. იმედი აქ გველი არ შემოვა. დახურულია. აბა გამშვიდობეს.
აკლეთ რო გითხრათ რა ხა ძალიან კარგად მეძინა მოგატყუებ. მაგრამ ცუდათაც არ მძინებიან რა. ხა მე ძალიან ბევრი რაღაცის ხმა ისმის და რაღაცნაირად ვერ იძინებ. ჩემი ჰამაკი აგერ გიგი ეს ჩვენი გარემო დიაზი უკვე ალაგდა. We should go and then also still alive. Try to stay alive. გავაგრძელეთ ისევ ჩვენი გზა ჯუნგლებში. ეგ არის ჩვენი მისია გრძელდება. სადაც უამრავი მაიმუნი დახტოდა ჩვენს თავზე. ჩემნაირი ცხვირებია. ახი რამდენი არიან? მაო! რას დახტია? ჭაობებია რა. ეს ჯეპლობა აი აუ. ძალიან დიდზე. გიგის ფეხსაცმელი აი ჩავარდა. გველებს უკვე ისე გაუშინაურდით. We have to cross this river. But before that, we have to be careful because we don't know what predator waiting for us. სანამ ამ დინარეს გადავკვეთავთ იქამდე, TikTok გათამაშებას ვაპირებთ. ამ ვიდეოზე გააკეთეთ ედიტები და ვისაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი, 1000 ლარს გადავცემთ. აუ მე დავიწყებ ედიტების გაკეთებას ნო. ჩემ რჩეულს გადავცემ 500 ლარს. მე გავაკეთებ და შენ მე ვიქნები შენ რჩეული. ამის შემდეგ ვიდეოში გამოვლენთ გამარჯვებულს. გამარჯვებულებს. აღწერაში იქნება მოკლედ უფრო დეტალურად რა. All good? მაგარი ცივი მდინარეა, ძმა, ცოტა გაგრილდები. Hey! აი შოხი. ადი. აუ რა სამბოლ? აუ ძმა, ველი დაიჭირა. მე აღარ ჩავდივარ წყალში, მეგობრებო, სოსო დარჩეს. Okay, I got it, guys. What? თავიჭირა всё. ეს რა, მე ძმა, მან ჩავუსული აღარა. Bro, It took me. You need help? Whoa. Wait, bro. Wow! 카메라 가도. არდაახტო, შეჭება. მინდი. Oh shit. Woo! Bro. It's like triangle choke game, bro. You are crazy, man. აი ძალიან ძლიერია, შეუძლებელია რომ ეხა ჩემით დახმარების გარეშე ეს ხელები გავიხსნა. აბა ვეცდები. მიდი. So strong, right? Yeah. The power is crazy. Yeah, it's so strong. Oh, look at that. It's red. Okay, we have to release this out from our trail. Bro, wait. I will cross and then you can release. მალე გადავიდე. სადი. მე ჩანთა როგორ წამოვიდე. და ის ამას შავდებ თუ გინდა და გადმოვიდა. ვი ფიხზე რომ ეხება რაღაც გონი. ვა, აუ აქ წაღრმა, ბიჭო. Don't release, bro. Wait for that. მოდი ძმა. You can release now, bro. თავ გადასავალი ესე თუ. ამაზე ნაკლები არა. სიცოცხლესთან თამაში კი, თამაში მიაზრი. სიცოცხლესთან ნამდვილი თამაში ჯერ კიდევ წინ იყო, რადგან ყველაზე დიდი შხამიანი გველი სამეფო კობრა ყავდა მოსაძებნი. ამიტომ დიაზის წინამძღოლობით ისევ გავაგრძელეთ გზა ჯუნგლებში. გველები უფრო გამაღიზიანებელია თუ კოღოები, აი მაგ იმაში. ვერ გამირკვევია, იმიტომ რომ მე კოღოები უფრო მტანჯავს. არ ვიცი რატომ კბენს. არა. აუ, ამაში. Фу, shit. ძმა, ნახე საჩაი. იმენა ტალახებს ვერ გავწდით, ხო? ახში. ძალიან ბევრი კოღო დაფრინავს და დაგუგლიჯეს. გამიჯერა სული აღარ ვარ გივარ კათადო. ნანა, ნაცადო. პითონიც საკმარისია, მე მგონი, გიგი რა სიტყვა. მე ვფიქრობ შეგვიძლია წავიდი დავიძინო. დავიკიდოთ კობრა. სასმელი შეცახავს, ხო მოსორ. აი, ეხა რო ყველა რაღაცას დავლებ. ამ ჯუნგლებში არა არის. რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ვიპოვეთ ის, რასაც ამდენ ხანს ვეძებდით. Oh,
გადაო. ოიმე, ბიჭო ფექსი. Really? It's a What's this მაგარი შეშია. დაამხილად იყავ. რომ ხილა? კამერა? ეს სამეფო კობრაა, რომელიც ნამდვილად ამართლებს მის სახელს. მისი თითეული მოძრაობა, მისი ხასიათი მართლაც მეფურია. სამეფო კობრას ერთ ნაკბენს რამდენიმე წუთში შეუძლია სიცოცხლეს გამოასალმოს ადამიანი ან 4 ფეხა ცხოველი. One bite of this could kill an elephant for less than 3 hours. მისი ნეიროტოქსიკური შხამი ანეიტრალებს მსხვერპლს და აფერხებს მისი კუნთების მუშაობას. ის საშუალოდ 9 საათში იწვევს სუნთქვის შეჩერებას და სიკვდილს. So big, bro. These snakes are the smartest snake in the world. კობრა საკუთარ შხამს ფუჭად არაზროს ხარჯავს და ის მას ყოველთვის დოზირებულად გამოხობს. მსხვერპლის გაბარიტებისა და სიძლიერის გათვალისწინებით. მიდი სასა, მიდი. Wow! ერთი პატარა სიურპრიზი მაქვს მეგობრებო თქვენთვის. თუ გინდათ რომ ეს iPhone 16 თქვენი გახდეს, ან მოიგოთ ორკაციანი საგზური დუბაიში, ამისათვის ძალიან მარტივ რაღაც უნდა გააკეთოთ. უნდა დაჯავშნოთ თქვენი მოგზაურობა ტურისტულ კომპანია Around the World-ში. თუ კი ოქტომბრის ბოლომდე დაჯავშნით თქვენს მოგზაურობას ან მიიღებთ ნებისმიერ ტურისტულ მომსახურებას ჩვენს ტურისტულ კომპანიაში, თქვენ ავტომატურად ერთვებით ამ გათამაშებაში. და გექნება შანსი რომ მოიგოთ ან iPhone 16 ან ორკაციანი საგზური დუბაიში. აღწერაშია ჩვენი ტურისტული კომპანიის Facebook და Instagram გვერდები, მოგწერეთ ან გვესტუმრეთ ოფისში. ბახტრიონის 11B არის ჩვენი მისამართი. ხელი შაურტყი. ოპა! ახე რა შხამი გამოვიდა. აზე ხარ ეს რო სისხლში შევა რასიზა? You can drink it, bro. This is no joke with this animal. გადავწყვიტე დიაზივით მეც და მეჭირა ხელში კობრა. We have to do teamwork. Gigi will distract me. Here. მოკლედ გუნდური მუშაობით მეგობრებო შეგვიძლია რომ Here, down. დავიჭიროთ Yeah, well, სამეფო კობრა. ზოგადად ცხოვრებაში თავს არ ვაძლევ უფლებას ზედმეტად თავზე ხელაღებული ვიყო, რადგან ვიცი ჩემს საყვარელ ადამიანებს ვჭირდები. თუმცა ეს დღე გამონაკლისი აღმოჩნდა. აქ წითელი ხაზები გადავკვეთე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველი. მოდი, მოდი და. ო. ვილეთი. ოხ შენით. So if it coming back to you, you can directly release it. Okay? I'm okay with it. გეჭიროს ხელში კობრა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება შემოგიტრიალდეს და დაასრულოს შენი ცხოვრება, აუხსნელი და ალბათ გაუაზრებელი ქმედება. ოფში ვიწურებით, მაო. ყველაზე სახიფათო გველი მიჭირავს ხელში თუ მჯერა. Oh, be careful. მიჭირს კიდეც აუხსნა ის შეგრძნება, რასაც ამ მომენტში ვგრძნობდი. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ვისი ამოვნე. ეს იყო ადრენალინი, უდიდესი ადრენალინი. შეგრძნება თითქოს ხელში გიჭირავს სიკვდილი და მას იმორჩილებ. თავს ძალიან ცოცხლად გრძნობ და უამრავი განსხვავებული ემოცია ირევა შენში. ზოგიერთი რამ სიტყვებით არ აიხსნება, უბრალოდ უნდა იგრძნო. არის ეს ჩეკული. ეს რა იყო? აი ხელში რომ ეჭირა, გული მიცემდა რა. იმიტომ რომ ერთი შემოbrunება და მკვდარი ხარ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე მიმიღია. ყველაზე დიდი ფობია, რაც მქონდა ოდესმე ჩემს ცხოვრებაში, იყო გველი და მინდოდა რომ დამეძლი. და დამარცხებულია. ეგ არის. всё, ანუ ეხა აღარ მეშინია უკვე რა. გარდა ამისა, მივიღე ძალიან ბევრი ექსტრემალური შეგრძნება, ბევრი ადრენალინი და სიცოცხლე ვიგძენით რა ბიჭებმა, იმენა სიცოცხლე ვიგძენით, იმიტომ რომ აი სიკვდილს თვალებში აი რო უყურებ მაინც რა. და გონია რომ თქვენ ძალიან ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი და აქან მთავრდება ჩვენი მოგზაურობა, ჩვენ ვაგრძელებთ ხვალიდან და გაგრძელება დაიდება გიგის არხზე. კვეცოცხალ უკაზე ავალთ მეგობრებო და არ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება და დაელოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. და თუ რამეა მაინც ეს რა გაუშვით ყველა თავის სახლებში. შენი რაღაცა მიტყვი.
Bro. სანამ ჩვენ თავგადასავლებს და საფრთხეს ვეგძებთ. თავიდან. ენა დამერდა. ის ნახე რას გარბის. არ ველოდება ფეხიშვილი გარბის. ჩვენზე მოტივირებულია რომ კინგ-კობრა დაიჭიროს. თქვენ განახილეთ თუ ანუ გინდა რომ აი რაღაც საქართველოს რო ჩამოდიხარ და სტუმართ ფაწმინგობა რო იციან ხო ეს რა ხო ანუ ერთი კინგ-კობრა What is this? No, this is from my ex. Okay. თუ შუა ჯუნგლებში კობრაზე არ გინადირია. რა ინდონეზია. ოპა და დაიჭირე ცაში მოხსნა ეგრევე. Epic. This one? მოდი. Bazle var igen şu an. არ უნდა კეთილი კაცი. და